დაიშალა თუ არა კოალიცია ძლიერი საქართველო. ამ კითხვაზე პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ არჩევნებამდე თავისუფლების მოედანი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი პარტია, არჩევნების დანიშვნის შემდეგ კი პარტნიორებთან კონსულტაციები ისევ გაიმართება. ლელოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი კოალიციაში მყოფი 4-ვე სუბიექტი მოქმედებს როგორც პარტნიორი და როგორც კი ახალი არჩევნები დაინიშნება, იზრუნებენ იმაზე, რომ ისევ ერთ კოალიციაში იყვნენ. ჩვენ კავშირზე ვართ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის რა თქმა უნდა მათთან ვისთანაც ვიყავით ძლიერ საქართველოს კოალიციაში. როგორც კოალიცია აღარ არსებობს შეიძლება თუ იქნება არჩევნებზე ლაპარაკი და იქნება კოალიციებზე საუბარი, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენ პარტნიორებთან და ყველასთან დაკავშირებით. მანამდე რა თქმა უნდა თავისუფლების მოედანი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია. ჩვენ 4-ვე სუბიექტი ისევე ურთიერთობაში ვართ, როგორც ვიყავთ არჩევნებამდე, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ პარტნიორები და ვაგრძელებთ პარტნიორულ ურთიერთობას. როგორც კი ახალი არჩევნები ჩაინიშნება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიზრუნებთ, რომ ყველანი ვიყოთ ერთი კოალიციის ქვეშ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიშალეთ ახლა ამ მომენტის. არა, ვერ იტყვით მაგას, იმიტომ რომ ვართ პარტნიორები, ვიყავით პარტნიორები და ვართ პარტნიორები. ჩვენ არ ვსალ ყოფილვად ერთი პარტია ყველანი. ჩვენ ვიყავით კოალიცია, ვრჩებით კოალიციად.